და კიდე ერთი ფაქტი მინდა თქვა იმ დროს რა დონის დაშინებას და ტერორს ჰქონდა ადგილი. დიდი ნათესაობა გვაქვს, ძალიან დიდი. განსაკუთრებით გაფრინდაშვილების მხრიდან და ასე შემდეგ და ამის მხრიდან სამეგობრო და ასე როგორც ყველა ქართველს და ყველა ქართულ ოჯახს და სანათესავს. რამდენიმე მგაბედა ორნი ერთად ვიწექით ჩვენთან სახლში ნაოპერაციებით თემო საავადმყოფოდან კიდე სადმე არ წაიყვანა და მართალი რო გითხრათ გამოვაპარეთ ბატონი შალვა მომსწრე უგაიძე იმიტომ რომ ერთად იყვნენ პალატაში რა დღეში იყო ის და მე და თემო სახში ვიწექით და რამდენიმე ნათესავმა გაბედა სანახავად მოსვლა. მე მინდა აი ახალგაზრდების გასაგონად თქვა. დღეს ყველას ვისაც ერჩის ან არ ერჩის გული ძალიან მაგარია რაღაცების კრიტიკაში და მაშინ სანახავად ვერ მოდიოდნენ. ეს ხალხზე მაქვს ლაპარაკი რომელიც ძალიან ახლობელია, ძალიან შინაურია, ძალიან ბევრი ამაგი გვაქვს. ერთი ჩვენც და იმათაც ჩვენზე და არც ვადანაშაულებდით. ერთი საყვედრებელი სიტყვა არც დედაჩემისგან და არც ჩემი ოჯახისგან, არც ჩემგან არ მიუღი არავის. რომ შენ რატო არა, რატო ჩვენთან არ იდექი, რატო შენც არ მოგხვდა, ან რატო არ მინახულე, იმიტომ რომ გვესმოდა რა ტერორში იყო ეს ხალხი და სხვას ძალათი ჩვენ ამ უბედურებაში ვერ გავხედით. ყველას თავის არჩევანი აქვს, ეს არის თავისუფლება, აი რაზეც ძალიან ხშირად მინდის აპელირება. თავისუფლება არის რომ საკუთარი თავის და საკუთარი მე გადაწყვეტილება ადამიანმა მიიღოს თვითონ. რამდენიმე მოვიდა და მანქანები სხვა ქუჩებზე გავაჩერეთო. რატო მეთქი? ნუ ეხლა ჩვენ ძლივს საუბრობდით რა მეზდათე მე სახენა ოპერაციები იმას ცალი მხარე მთლიანად. თქვენთან რომ მანქანები მორიგეოსო. კუდი, სოდი, ეზოსთან ორივე შესასვლელთანო და რო არ დაეფიქსირებინათო და ფეხით რა ესე და უკანა ემიდან ეზოებიდან იმიდან მოვიდნენ რომ ვენახულ ხო შემოვლითი გზებით მოვიდნენ რომ ვენახეთ რა და დიდი მადლობა თითოეულ მათგანს მაგისთვის. სხვებსაც დიდი მადლობა მე გავდე რა თქმა უნდა ჩვენ გვერდზე იდგნენ მაგრამ აი კიდევ ერთხელ ვიძახით. მე ანალოგია ყველაფერი დღევანდელობა მაშინდელობა ანალოგია დღეს მოდაში შემოვიდა ადამიანს ზრიაკ რომ დააბულინგონ და უთხრან რომ რატო აქ არ დგეხარ რატო ჩემს გვერდზეა და რატო ხარ ჩუმად იმ უბედურ დროს ერთი სიტყვა აი ესეთი შენიშვნა ჩვენგან ან დააყვედრება არ გაუგი არავის ჩვენი ოჯახიდან რამდენი გადავიტანეთ ხო იმიტომ რომ გვესმოდა რომ ადამიანები არიან ტერორში ადამიანები და აქედან გამომდინარე ჩვენი მაგალითით, იმიტომ რომ ჩვენ თვლიდით, რომ უნდა გვებრძოლა ღირსებისთვის და რეჟიმის წინააღმდეგ და ჩვენი მაგალითით ჩვენ თავზე გადავიტანეთ და ჩვენ თავზე მივიღეთ პირველი დარტყმა. ამას იმისთვის არ ვლაპარაკობ. ესე მოხდა და ჩვენთვის ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი. და სხვათა შორის თემურ ლოგოას რომელსაც ფაქტიურად კლავდნენ და სასწრაფო დახმარების მანქანას თხოვა რომ დედაჩემსო იქნება ზარი გამაშვებინა თქვენ თვალწინო ვეტყვიო რომ ცოცხალი ვარო რა. იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ დამინახაო რა დღეში, იმიტომ რომ თლიანად იყო აი ესე იგი მისი შეუძლებელი ვერ ვიპოვე სამწუხარო სურათის ამოღება მინდოდა თქვენთვის ესე იგი თლიანად რო ის არის რა. ინდიელებზე ფილმები რო გვაქვს ნანახის კალფს რო ხდიან აი ეგეთი რაღაც იყო ცალი ყურიანი მიანად ეს ახტილი ქონდა რა და დღესაც ხტილი არა აქვს და იმაზე ცეკვავდნენ ზემოდან აბიჯებდნენ რამდენიმე კაცი ერთმანეთს ეჯბერებოდა შეერუსო და რუსის მონა 2008 წლის ომის დროს მამა ომში ყავს დაღუპული აფხაზეთიდან არის და მივიდა და მერვე თუ მე-9 ნომრად ჩაეწერა თავდაცვის სამინისტროს მოხალისეებში გადაამოწმეს და შენ არასანდო ხარო იმიტომ რომ ჩვენი ოჯახის წევრი იყო კაც ომში უნდა და წასვლა ამაზეა ლაპარაკი და რუსის მონას მაგას ეძახდნენ და თვითონ დააქციეს ქვეყანა